დღეს არის 6 დეკემბერი, ფინეთის დამოუკიდებლობის დღე, სადაც გავატარე 1 წელიწადი და მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება განსაკუთრებულად რა მომეწონა ამ ქვეყანაში როგორც მენადაქვეითებულ პირს. ძალიან ადაპტირებული ქვეყანაა, მაგალითად, მატარებლის სადგურებზე, კინოსა და თეატრებში ჰქონდათ ინდუქციური მარკუჟები, რომლებიც გამოიყენება მენადაქვეითებული პირებისთვის და საქართველოში არასდროს არ მინახავს. ბანკის შენობა იყო ძალიან მოსახერხებელი, იმიტომ რომ შიგნით ჰქონდათ განცალკევებული კაბინები, სადაც შეხვიდოდი და არავინ არ ჩაეჩრებოდა შენსა და ბანკის თანამშრომელს შორის საუბარში. რიგში არ ვიდექი ექიმთან ვიზიტის დროს, ძალიან მალე მოდიოდა ხოლმე ჩემი ექიმთან შესვლის პერიოდი და კაბინეტში როდესაც ვიყავი მშვიდად რომ არავინ არ შემოაღებდა კარს, არც პაციენტი და არც სხვა ექიმი და შეგეძლო რომ მშვიდად გესაუბრა. ეს სმენიანი ადამიანებისთვისაც გამაღიზიანებელია, მაგრამ მენადაქვეითებული პირების შემთხვევაში კიდევ სხვა დატვირთვა აქვს, როდესაც ისმის კარის ჭრაჭუნის სხვა ადამიანის საუბარი გიჭირს რომ გაიგონო ექიმის ხმა. კიდევ უნდა შევეხოთ ტელევიზიას, მათ საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის როგორც ჟესტური ენის თარგმანი, ასევე სუბტიტრები. ჩვენთან კიდევ მხოლოდ მოამბეს თარგმნის ჟესტური ენის თარჯიმანი, ისიც ყოველთვის არა და სუბტიტრები საერთოდ არ გვაქვს. ყველას მენადაქვეითებულმა პირმა ჟესტების ენა არ იცის და სუბტიტრები აუცილებელია. იქ ცხოვრების პერიოდში ადამიანებსაც ვაკვირდებოდი და სმენის აპარატები და ზოგადად სმენის ტექნოლოგიები არის ძალიან ხელმისაწვდომი. არც მოხუც, არც ახალგაზრდას არ აქვს ეგ პრობლემა. აქვს ძალიან თანამედროვე და ხარისხიანი სმენის აპარატები, არ აქვს პრობლემა რომ შეიძინონ სმენის ტექნოლოგიების ნებისმიერი ნაწილი, თუ მიიღონ სმენის დაქვეითებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება, ყველანაირად არიან უზრუნველყოფილნი. იქ ყოფნის პერიოდში ასევე გავეცანი ორგანიზაციას, რომელიც მუშაობდა მენადაქვეითებულ პირებზე, კუოლოლიტო, მგონი სწორად წარმოვთქვი, ასე ერქვა იმ ორგანიზაცია და ჰქონდათ მენადაქვეითებული ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობა. მაგალითად, კვირაში ერთხელ თამაშობდით ხოლმე ფლორბოლს და მქონდა შესაძლებლობა რომ გამეცნო ფინელი მენადაქვეითებული ახალგაზრდები. ასევე მიდიოდნენ ხოლმე სხვადასხვა ადგილას, ალაშქროდ, კურორტებზე და ასე შემდეგ. წელიწადში რამდენჯერმე 4-ჯერ, 5-ჯერ, შეიძლება კიდევ უფრო მეტჯერ. მე რამდენიმე მათგანში მივიღე მონაწილეობა, მაგალითად ვიყავი წასული კურორტ მესილაში, სადაც გადავიხადე დაახლოებით 40 ევრომდე, დამყოფში შედიოდა ტრანსპორტირება, კვება, თხილამურები და სხვა ჭურვილობა. კიდევ ვიყავით კრუიზით შვედეთში და იქაც სადღაც 30 ევრომდე გადავიხადე. კრუიზით წავედით და მთელი ერთი დღე გავატარეთ სტოკჰოლმში და ეს ყველაფერი მასში შედიოდა კვება, აგრეთვე კრუიზის